სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთანაც ღმერთ არც დაიყოს ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფენო მამანო და ძმანო გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ხსენებას წმინდათა მოწამეთა და ამსარებელთა ძმათა კარბელაშვილთა ეპისკოპოსისა სტეფანესი დეკანოზებისა პოლიექტოსისა და პეტრესი ანდრიასი და ფილიმონისა წმინდისა სერაპიონ საკვირველთმოქმედისა ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა. ამ დღეს აღესრულება ჩვენი ეკლესიის წმინდანების ხსენება. წმინდა ძმები კარბელაშვილები და მათი ეპოქა ძალზე მრავალის მომცველი და რთული იყო და მათი ცხოვრებაც აი ამ რთულ ეპოქაში მიმდინარეობდა საოცარი ვიტყოდი ესეთი მსახურებით და რაც თავარია ბოლომდე საკუთარი ჯვრის ტვირთვით. ერთ-ერთ მოგონებაში ერთ-ერთი ძმა იხსენებს გორის სასწავლებელში თუ როგორი სწავლის მეთოდები იყო რომ ბავშვები თავისივე ხელით ტყურის ჭალაში ტეხდნენ ლერწამს იმისათვის რომ გაროზგილი ყოფილიყვნენ იმ ლერწამით თვითონ მასწავლებელი ავალებდა ამას და აი მიუხედავად აი ასეთი დამოკიდებულებისა თქვა და შესაძლებელია პატარა ბავშვი გაჩენილიყო ყველანაირი პროტესტი ყველანაირი უარყოფა არათუ მასწავლებლის არამედ უფროსის სარწმუნოების ეკლესიის ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს თავიანთი ცოცხალი ხალასი და ძლიერი სარწმუნოება და ეკლესიის წევრები გახდნენ ყველანი და ემსახურებოდნენ ეკლესიას ქართულ ეკლესიას ემსახურებოდნენ იმ უმძიმეს დროს როდესაც რუსეთის იმპერია ცდილობდა რომ მომხდარიყო ყოველივესი ესე ვთქვათ უნიფიკაცია აი უნიფიკაცია მომხდარიყო და წაშლილიყო რაღაც ეროვნული თვითშეგნება შეიძლება ეს კეთდებოდა კარგი მოტივებით იმისათვის რომ იმპერიაში ყოფილიყო ერთსრულოვნება მაგრამ ასეთი ქმედებები არასოდეს ვერ გამოიწვევს ერთსრულოვნებას იმიტომ რომ პირიქით ყველა ერს გააჩნია თავისი ღირსება და ამ ღირსების დაფასება, ამ ღირსების პატივისცემა ეს იწვევს მეორე ერისადმი პატივისცემას, სიყვარულს და მეგობრობის სურვილს. და აი ამ პერიოდში, როდესაც ეს უნიფიკაცია ძალით კვირდებოდა, ამ ადამიანებმა იმ ეკლესიაში, რომელიც იმართებოდა რუსეთის წმინდა უწმინდესი სინოდის მიერ, როდესაც საქართველოს ეგზარხოსები იყვნენ რუსი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ზოგი მათ შორის იყო დადებითი პიროვნება, ზოგი პირიქით იყო ამ უნიფიკაციის დამოუკიდებელი ძალით და ესეთი მკაცრი მეთოდებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყვნენ უცხო გვარისა და ტომის ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ ის შინაგანი სული და ღერძი, რითაც უნდა გაეგოთ ამ ერისათვის, რითაც უნდა გაეგოთ ამ მიწაწლისათვის, რითაც უნდა მიხვდარიყვნენ გემოს ამ მიწაწლისა, ამ წყალს, ჰაერს, ხილს, ვენახსა და ღვინოსა და სხვა ყველაფერს. აი ეს და არ ჰქონდათ მათ და ბუნებრივია რომ ამის გაგებას დასჭირდებოდა 10 წლეულები. ეს 10 წლეულები კიდევ არ იყო. იყო პირიქით ესეთი სწრაფი როტაცია, ალბათ ზუსტად იმ პრინციპით, რომ ადამიანი არ შეთვისებულიყო, არ შეყვარებოდა მას ეს ერი, არ შეყვარებოდა ეს მიწაწყალი და მისი გულშემატკივარი არ გამხდარიყო. და აი ამ პირობებში ამ წმინდა ძმებმა აღორძინეს ყოველივე რაც შესაძლებელი იყო და მათი ძალისაებრ მათისა ქართული ჰაგიოგრაფია, ქართული ისტორიოგრაფია,
ქართული დამწერლობის ნიმუშები და ყველაზე მეტად რატომღაც ჩვენ გვახსოვს რომ ისინი არიან გალობის მოამაგენი როგორც თვითონ კარგი და საუკეთესო მგალობელნი და ქართული გალობის გადამრჩენი შემნახველნი და გადამწერნი ამ გალობისა და მომავალი თაობებისათვის ამ გალობის გადმომცემლი. მაგრამ ესენი ძმები კარბელაშვილები ვიტყვი რომ მხოლოდ გალობის მოამაგენი კი არ არიან და ასე არ ჩემი აზრით არ შეიძლება მათი შეფასება. ესენი არიან დიდი საზოგადო მოღვაწეები, ძალზე დიდი საზოგადო მოღვაწეები, რომელთა ინტერესი მრავალ სფეროს მოიცავდა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, როგორც საეკლესიო, ისე საერო სფეროს და მათი ძალისხმევით იყო ჩამოყალიბებული სხვა დიდ მოღვაწეებთან ერთად, პატრიარქ კირიონთან, ექვთიმე თაყვაიშვილთან და მრავალ დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭავაძესთან ერთად იქნა ჩამოყალიბებული მუზეუმი, საეკლესიო მუზეუმი, სადაც შენახული იქნა ქართველი ერის საუნჯე, მათი ძალისხმევით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მოქმედებდა და ისინი იყვნენ არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ იყვნენ მასწავლებლები. ისინი ცდიდნენ ახალგაზრდა თაობას, ასწავლიდნენ მათ წერა-კითხვას და რაც მთავარია, ასწავლიდნენ მათ ზნეობასა და ამ ქვეყნის სიყვარულს, რომელიც წარმოუდგენელია ღვთის სიყვარულის გარეშე. იმიტომ რომ საქართველო თავისი ყოველი გოჯით არის დაკავშირებული, მიწის გოჯით არის დაკავშირებული ღმერთთან. ჩვენ იმ მიწაზე ვდგავართ, რომლის ქვეშაც არის მრავალი ცხედარი და აი ეს მიწა თავის ისტორიას იწყებს ქრისტიანობამდე პერიოდით. მე ვამბობ იმ არქეოლოგიური მონაცემებიდან, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში აქ ტარდებოდა და პირველი ტაძარი, რომელიც აიგო, იყო ვახტანგ გორგასლის ეპოქის. და აი ეს სიყვარული ამ მიწაწყლისა ამოძრავებდა ძმებ კარბელაშვილებს. ამ გარემოში ცხოვრობდნენ. აქ იყო მათი მამა გრიგოლი, საოცარი პიროვნება, რომელმაც 5 შვილი ისე გაზარდა, რომ ისინი გახადა ამ ქვეყნის პატრიოტები და ამ ქვეყნის ჭირისუფლები. და ამ ჭირისუფლებით ამ მიწაწყლისა მათ განვლეს თავიანთი ცხოვრება და პოვეს მოწამეობრივი აღსასრული. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძმის საფლავთან, წმინდა ფილიმონის საფლავთან, რომელიც ქადაგებები არის შემორჩენილი და ამ ქადაგებაში მოსჩანს მისი საოცარი სიყვარული, მოგზაურობა და სარწმუნოება და ამავდროულად გულის ტკივილი ამ ადამიანისა იმ პერიოდში მიმავალ მოვლენებზე. როგორ უხარია მას ქართული გალობის აღდგენა, როგორ ამბობს და ის იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც იმ დროს იყო ქართველ ერში, მაგრამ ყოველთვის თვალს მიაპყრობს ღვთის მიმართ, ღვთის იმედით ეს ადამიანი ხედავს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საუკეთესო მომავალს. აი ამ იმედით აღესრულნენ ძმები კარბელაშვილები, ამ იმედით იცხოვრეს და ამ იმედით აღესრულნენ. და აი დღესაც რომ დღეს შეიკრიბა მათ სადიდებელად მათ სოფელში, რომელიც სულ აქედან არის კილომეტრი ნახევრი დაშორებული, ქვემოჭალა მათი მშობლიურ სახლში და იმ ტაძარში, სადაც მსახურობდა მათი მამა გრიგოლი და შემდგომ მათი ძმა ანდრია ამ ტაძრის იყო წინამძღვარი და სოფელში, სადაც მათ მიერ იყო სკოლა დაარსებული, შეიკრიბნენ დელმთავრები, შეიკრიბნენ სასულიერო პირები, შეიკრიბნენ ეკლესიის შვილები, მრევლი ჩვენი ეკლესიისა და შეიკრიბნენ საეკლესიო გუნდები. ეს აი მათი იმედის გამართლება არის, აღსრულდა რაც მათ უნდოდათ. ეს არის ღვთის მადლი და წყალობა. ღმერთი ჩვენ გონია და ველოდებით ღვთისაგან, რომ ის მყისიერ აღასრულებს ჩვენს თხოვნას. ესეც შეუძლია ღმერთს, მაგრამ ხშირად ის რაზედაც ჩვენ გული შეგვტყივა, ის აწლეულების შემდეგ აღსრულდება და გაცილებით უფრო ძლიერია, გაცილებით უფრო
ნაყოფიერი არის და შეყვარებული ერის მიერ. შეყვარებული ერის მიერ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ და ამიტომაც ვაფასებ თუნდაც ქართულ გალობას, რომ ხედავთ ამ ადამიანების საოცარ თავდადებას ქართული გალობის გადარჩენის საქმეში. მათთან ერთად მრავალი ადამიანების, ჩვენი პატრიარქების, ჩვენი მღვდელმთავრების, რომელთა ლოცვა-კურთხევით მოქმედებდნენ ისინი, წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ლოცვა-კურთხევით და გაბრიელ ქიქოძის ლოცვა-კურთხევით გადაიდგა პირველი ნაბიჯები ქართული ღვთისმსახურების აღდგენის საქმეში. მე დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მეუფეებს, მეუფე პეტრეს, მეუფე სიმონს, მეუფე დამიანე ჩვენი მასპინძელი არის ამ წმინდა ადგილას, ამ წმინდა ტაძარში და საოცარი მრავალფეროვნება საქართველოსი, მისი ყველა კუთხით, სამცხეთით, კახეთით, აფხაზეთით, ქართლით თუ იმერეთითა და სვანეთით და სხვა კუთხეებით, აი ეს მრავალფეროვნება ქმნის ქართველების მშვენიერებას. ამ მიწაწყლის საოცარ მადს, რომელსაც გრძნობენ ადამიანები და აი ამ მადლს და აი ამ სულს ქართველებისა ისინი უპირველეს ყოვლისა მიაგებენ პატივსა და ეს უყვართ მათ და ეს უნდა მათ რომ დაინახონ. და აი რასაც დღეს საქართველოს ეკლესია ემსახურება არის ის, რომ არ დავკარგოთ ჩვენი სული. ყველაზე მთავარი არ დავკარგოთ. იმიტომ რომ სულის დაკარგვას მოყვება ცნობიერების დაკარგვა, მოყვება ჩვენი თვითშეგნების დაკარგვა და შეიძლება ვიყვეთ ჩვენ კარგი ადამიანები, მაგრამ არ ვიქნებით ქართველები, არ ვიქნებით კარგი ქართველები და ამიტომაც წმინდა სინოდმა საქართველოს ეკლესიისა დაინახა და აღიარა ის დიდი ღვაწლი წმინდა ძმები კარბელაშვილებისა, ამიტომაც შერაცხა ისინი წმინდათა დასში. აი ფილიმონ კარბელაშვილი არ იყო ხო? ის მოწამე არ იყო. მოწამეები არიან ანდრია და პეტრე ძმები, მაგრამ მისი ცხოვრება იყო მოწამეობა, მისი ცხოვრება იყო ამსარებლობა. იმიტომ რომ ეს იყო უზარმაზარი ტკივილი თავისი ერის ბედისა. ეპისკოპოსი სტეფანე, რომლის საფლავი ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით. ვიცით რომ კუკიის სასაფლაოზე დაიგზალა ის. და ერთ-ერთი ძმათაგანი პოლიექტოსი იყო დაკრძალული გურჯაანში და მისი ნაწილების აღმოყვანება და გადასვენება მოხდა ტაძარში. ხოლო იმ ადგილას, სადაც იქნენ დახვეწილები სხვებთან ერთად ანდრია და პეტრე კარბელაშვილები, კარბელაშვილების შთამომავლებმა, გიორგი კარბელაშვილმა და მისმა ოჯახმა აღაშენეს ტაძარი და ის ტაძარი იმ ადგილას ადიდებს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ღვაწლსა და მათ სულის საპატივცემლოდ არის აგებული და იმისათვის რომ ჩვენ მეოხება ვთხოვოთ ღვთის წინაშე. მე მადლობა მინდა უთხრა დღეს იმ გუნდებს, რომლებიც ჩამობრძანდნენ სანთავისის ტაძარში და ეს საღვთო წირვა აღასრულეს ჩვენთან ერთად. თანამწირველობითი იყო ეს, თანამწირველი მარტო სამდელოება კი არა ვართ, არამედ ყველანი ვართ, ვინც ლოცულობს იმ ტაძარში. ყველანი ჩვენ ვართ თანამწირველი და თანამლოცველი მონაწილე ამ ღვთაებრივი საიდუმლოსა, რომელსაც ეწოდება წმინდა ჟამის წირვა. დიდი საქმე არის ჩვენი უძველესი და საამაყო გალობის აღორძინება და მინდა თქვა რომ ერს რომელსაც აქვს ასეთი საგალობელი და რომელსაც უყვარს თავისი საგალობელი, იმ ერს არ უწერია გადაგვარება, არ უწერია გადაჯიშება, თუ ჩვენ შევიგნეთ ამისი მნიშვნელობა. თუ ვერ შევიგნეთ, მაშინ ლამაზ სიმღერად დარჩება მხოლოდ და მხოლოდ და არ იქნება ჩვენი სულის და ჩვენი ხორცის ნაწილი. მერთმაინებოს რომ წმინდა ძმების, კარბელაშვილების და ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის
და ქართველ წმინდანთა მეოხებით და შემწეობით საქართველოს გახარება, საქართველოს გამთლიანება და საქართველოს გაფრთხილება. ამინ. ამინ. Oled სამგელო ეუფენო ქრისტეს საფალო მამანო დედანო დანო ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს ნამდვილად ჩვენი ერისთვის ეკლესიისთვის წმინდა ამხსარებელთა მოწამეთა ძმათა კარბილაშვილებთა ხსენება არის დიდი დღესასწაული, დიდი ზეიმი ქართული სულისა, ზეიმი ქართული გენისა, ქართული საგალობლისა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა, მართლაც სასწაულია ის, რომ ეგზარხოსების ეპოქაში მათ შეძლეს საოცრად ქართული სულისკვეთებით აღზრდილიყვნენ და ბოლომდე ერთგულად საქართველოს ქართული სულის, მისი სახელმწიფოებრიობის, მისი დამოუკიდებლობის სამსახურში ყოფილიყვნენ და ღმერთს მადლობთ, რომ ჩვენ დღეს მართლაც მათი მოწამეობრივი ცხოვრების ზუსტად იცოდნენ თუ რას ეწირებოდნენ და დღეს ვიქით ნაყოფს და ვზეიმობთ მათთან ერთად. მადლობა უფალს, მადლობა დედა ეკლესიას, მადლობა მეუფე ანდრიას, რომლის მღვდელთავრობის დროს მოხდა კანონიზირება, ხუთი დიდი წმინდანი შეემატა საქართველოს ეკლესიას, დიდი დამსახურება ქართული გალობის დასისა, ასევე ამ ძმების წარმოჩენა, დიდი დამსახურება შთამომავლებისა, მადლობთ უფალს და ღმერთმა ინებოს და ესეც იქნება ღმად წამს, რომ ეს ზეიმი იქნება შეუქცევადი პროცესი ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის. ამინ. სამგელო მეუფენო მამანო ძმანო აქ ყოფნო და მე დღესასწაულენ მოგილოცავ დღევანდელ დღეს მართლაც ყოველთვის ჩვენ ერთს ყავდნენ ისეთი წინამძღვრები, რომლებიც მარტო იმ ეპოქის წინამძღვრები არ არიან და დღევანდელ დღესაც წინამძღვრობენ მათი ცხოვრებით, მათი თავდადებით, მათი სულიერებით, მათი ქართველობით და ნამდვილად მათი ისეთი ეპოქა გამოიარეს და გაუძლეს იმ ეპოქას, სადაც ნამდვილად იყო საჭირო შენარჩუნება ქართველობის, ჩვენი ქრისტიანობის და ისინი ყველანაირი სახსრებით, ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ რომ შეენარჩუნებინათ და მადლობთ უფალს რომ და მადლობა ჩვენ ეკლესიას რომ მათი ცხოვრება, მათი ღვაწლი იქნა დაფასებული და დღეს მათ ჩვენ თაყვანსვეთ, პატივსვეთ მათ დიდ ღვაწლს, რომელიც ღვაწლიც შეფარდებულია და შეფასებულია თარცა დიდი მოწამენი და თავდადებული და ღირსნი მამანი. შეგვეციოს მათი ლოცვა, შეეციოს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს უწმინდეს, წმინდა სინოდს და თითოეულ ქართველს და ქრისტიანს და სულიერ სამყაროს შეეციოს მათი ლოცვა და მიგვებაძოს აუცილებელი არის კიდევ და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი წინამორბედების გზავსი ცხოვრებით რაღაცაში მაინც მივსგავსებოდი და ყოფილიყავთ ისეთი ქართველები, ისეთი ქრისტიანები, როგორიც იყვნენ ჩვენი დიადი, ძვირფასი წინამორბედები. მილოცავ კიდევ ერთხელ და სულიერ სამყაროს. დიდი მადლობა მეუფენო და მე მინდა იმ გუნდებს, რომლებიც დღეს მსახურებაში მონაწილეობდნენ, მათ კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო და ჩვენთან იყვნენ შემდეგი გუნდები: თბილისის თაწმინდის მამა დავითის მონასტრის გუნდი, ქაშვეთის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ბალდის მონასტრის მამათა გუნდი, ორთაჭალის ვახტანგ გორგასლის ტაძრის გუნდი, დიდი დიღმის 100,000 მოწამის ტაძრის გუნდი, თბილისის მთავარანგელოსთა ტაძრის გუნდი, გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, კასპის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, გორის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის ბიჭუნათა გუნდი. ყველას მოვახსენო დიდი მადლობა, უსურვო ღვთის შეწევნა და იმ ადამიანებს, რომელსაც ქართული გალობის აღორძინებაში და კარბელაშვილთა მინდა ვთქვა, აი მათი ღვაწლის დაფასებაში მიუძღვის წარმოჩენასა და დაფასებაში მიუძღვის დიდი ღვაწლი. მოვახსენო მადლობა განსაკუთრებულად ბატონ გიორგი კარბელაშვილს, ბატონ ლუარსაბ დოგონიძეს, ბატონ მალხაზ ერქვანიძეს,
და და ქალბატონ ლია სალაღაიას, რომელიც აქ არის, ესე იგი, რომელიც ვიტყვი რომ განსაკუთრებულად დაშვრა ქართული გალობის აღორძინების საქმისათვის. ღვთისწყალობასა და შეწევნას გისურვებთ აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამინ.